აპირებს თუ არა ქართული ოცნება ევროკავშირში ინტეგრაციაზე ოფიციალური უარის თქმას. აღნიშნული საკითხი კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო განცხადება ევროპული კურსიდან საბოლოო გადახვევის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მცირე სახელმწიფოებისთვის ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა გარკვეულ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელიც იყოს, რადგან როგორც თავად ამტკიცებს, ამით დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ინარჩუნებენ პატარა სახელმწიფოები. მართლ პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ ევროკავშირი ისეთ მოდელზე გადადის, რომელიც წევრ ქვეყნებს თანასწორ უფლებებს უზღუდავს და მსგავსი მიდგომა საქართველოსთვის მიუღებელია. დღეს ამ თემას მაგდა ბლუაშვილი აშუქებს და აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ მხარეთა შეფასებებს მისგან პირდაპირ ეთერში გავიგებთ. მაგდა, მოგესალმები და გისმენთ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო რომ რთულდება, ამაზე მეტყველებს ერთი მხრივ დასავლელი პარტნიორების განცხადებები და მეორე მხრივ თავად ქართული ოცნების გზავნილები. ერთ-ერთი ბოლო გზავნილი ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც საკმაოდ კრიტიკული იყო ევროკავშირის მისამართით, ჩვენ გუშინ ვიხილეთ, გულისხმობ შალვა პაპუაშვილის პოსტს, რომელიც გამოიწვია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. მის ამბობს, რომ ევროკავშირში არსებული ერთსულოვნების პრინციპი უნდა დასრულდეს და რომ ამ ინიციატივას 12 ქვეყანა უკვე მხარს უჭერს. სწორედ ამ ინიციატივის საპასუხოდ საკმაოდ კრიტიკული განცხადება გააჟღერა და გაავრცელა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მან დასვა მთავარი კითხვა, რა აზრი აქვს ევროკავშირში წევრობას, თუ კი მთავარ ბერკეტებს გართმევენ. მისი ეს პოზიცია დღესაც გაიზიარეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. მმართველი გუნდის წევრები კვლავაც აკრიტიკებენ ევროკავშირს, ამბობენ, რომ კვლავ ორმაგ სტანდარტებთან აქვს საქმე და აქვე იმედოვნებენ, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს. უკვე ღიად მსჯელობენ ისინი და ამზადებენ ევროკავშირის შიგნით დიფერენციული მიდგომის, ასე ვთქვათ, პოლიტიკის დამკვიდრებას. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად უკვე შინაარსობრივად ცვლის ევროკავშირის რაობას. შინაარსობრივი ცვლილება ხდება აქ, ფასეულობითი ცვლილება ხდება. შინაარსობრივად სულ სხვა ევროკავშირთან გვექნება საქმე, ვიდრე იმასთან, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თავისი ნაბიჯები გადადგა აქამდე. ევრობიუროკრატია იმდენად მიდიოდა სუვერენიტეტის შეზღუდვის გზით, ბოლო-ბოლო აქამდე რომ მივიდოდნენ, ეს იყო ფაქტი. ეს ხომ ერთ დღეში არ მომხდარა. წლების განმავლობაში ქვეყნები ჩიოდნენ, რომ ჩვენ სუვერენიტეტის შეზღუდვა ხდება. მადლობა ღმერთს, რომ ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება ისეთი კავშირი, სადაც ასეთი წესები იმოქმედებს. თუ მაინც მოახერხეს ისეთი ზეწოლა ამ პატარა ქვეყნებზეც, რომ კონსენსუსი შედგა, რომ ამ ქვეყნების უმეტესობამ განაცხადა, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არაფერს ნიშნავს. როგორც გინდა შემზღუდეთ, მაშინ ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი სპონტანი მომავალი დემოკრატიისათვის ევროპაში. მორიგი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედება სწორედ ასე ფასდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან შალვა პაპუაშვილის გზავნილი ევროკავშირის მისამართით და არა მხოლოდ შალვა პაპუაშვილის, ზოგადად ქართული ოცნების განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ოფიციალური ბრიუსელის მისამართით უფრო და უფრო მწვავდება. აქვე ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები, რომ სწორედ შალვა პაპუაშვილის გზავნილი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე დიდი ხანი გადაუხვია დასავლურ კურსს. ბუნებრივია, ქვეყნის პირველი კანონმდებლის მთავარი გზავნილის ფონზე ახლა გაჩნდა პოლიტიკურ სპექტრში კითხვა, ხომ არ ემზადება ქართული ოცნება იმისთვის, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკან გამოიტანონ. ამ კითხვის საპასუხოდ კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ახლა ქართული ოცნება ნიადაგს ამზადებდეს იმისთვის, რომ მათ საქართველოს კონსტიტუციიდან მთლიანად 78 მუხლი ამოიღონ. ნებისმიერი მცდელობა ევროკავშირის წარმოჩენა საქართველოს მოქალაქეებისთვის ისე, რომ ევროკავშირი არის ამ ქვეყნის მთავარი წერი, რასაც ამას აკეთებს ბატონი პაპუაშვილი, რომელიც თავის პარლამენტის თავმჯდომარეს ეძახის, არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი. საქართველო რუსეთთან პირისპირ ვერ იქნება ვერც თავისუფალი და ვერც დამოუკიდებელი. ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, ევროკავშირი არის საქართველოსთვის
შესაძლებლობა, რომ იყოს თავისუფალი დამოუკიდებელი, თუ ვინმე ისტორიულად და დღესაც წარმოადგენს საქართველოს მთავარ მტერს საქართველოს თავისუფლებისთვის. ეს არ არის ევროკავშირი. ეს არის რუსეთი. ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროპისკენ სვლა არ მოხდეს საქართველოსი როგორც ქვეყნისა, ყველაფერს აკეთებენ ანტიევროპული პროპაგანდის კიდევ უფრო მეტად გაფართოებისთვის და პაპუაშვილი განსაკუთრებით გამოირჩევა ასეთი განცხადებებით, ის ხშირად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ნორმალურ ქვეყანაში ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდებოდა. პაპუაშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნია. ეს არ არის მისი სიტყვები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი და იგივე ათქმევინა მან. ირაკლი კობახიძის რამოდენიმე დღის წინ, როდესაც კითხვის ნიშანი დაიცვა ამასთან დაკავშირებით, გვინდა თუ არა ევროკავშირი, ხარც ეს ამბობენ, ხარ მეორეს ამბობენ, პაპუაშვილს უბრალოდ რასაც დაუწერენ. თუთიყუშივით ამას ყველაფერს იმეორებს, ამ სისულელებს, მაგრამ ის კი არ არის პრობლემა, რომ ამას პაპუაშვილი წერს თავის Facebook-ზე. პრობლემა არის ის, რომ ამ Facebook-ის აი ამ ბოდვას აფინანსებს ის სახელმწიფო ბიუჯეტით. როგორც უკვე მოისმენეთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ახლა მმართველ პარტიას ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ, თუმცა განსხვავებული მოსაზრებები გვესმის ჩვენ თავად ქართული ოცნების მხრიდან. ისინი კვლავ არ იშურებენ კრიტიკას ევროკავშირის მისამართით და მეტიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ ქართულ ოცნებაში ახლა კითხვებიც კი გაუჩნდათ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის წევრობასთან დაკავშირებით.